მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებთ ეკრანის გაზიარების ფუნქციაზე Microsoft Teams-ში. ამისათვის შევდივართ პირველ რიგში შესაბამის კლასში, ვახდენთ გაკვეთილის ორგანიზებას, ხოლო შემდეგ კი ვადკაპებთ ღილაკზე შეარ, რომლის შემდეგაც თქვენ სამუშაო მაგიდაზე გამოჩნდება მცირე ზომის ფანჯრები. თუ კი დავაწყაპებთ პირველ ფანჯარას desktop, ამ შემთხვევაში მოსწავლეები დაინახავენ ყველაფერს, რაც თქვენი კომპიუტერის სამუშაო მაგიდაზე ხდება. თქვენ ამ გზით შეგიძლიათ მოსწავლეებს გაუზიაროთ Word-ის, PowerPoint-ის ფაილები, ვიდეო ფაილები და ასე შემდეგ. მაგალითად, შეგიძლიათ დაიღოთ ფარელი Word-ის ფაილი, სადაც ჩამოწერთ ძირითად ცნებებს, ან თუნდაც მათემატიკურ ამოცანას, იმ შემთხვევაში, თუ კი არ გაქვთ მოსწავლეებთან ინტეგრირებულად მუშაობის აუცილებლობა. გარდა ამისა, თქვენ ამავე გზით შეგიძლიათ მოსწავლეებს გაუზიაროთ ვიდეო ფაილებიც. ამ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს ველის include system audio მონიშნა. აი ამის შემდეგ ისევ გადავდივართ უკვე desktop-ზე. მოსწავლეებს გაუზიარებთ ვიდეო ფაილს. თუ კი შესაბამი არ მოვნიშნავთ, მოსწავლეები დაინახავენ მხოლოდ გამოსახულებას, ამ შემთხვევაში კი ისინი დაინახავენ გამოსახულებას და გაიგონებენ ასევე ვიდეო ფაილის ხმას. გარდა ამისა, Microsoft Teams აქვს საინტერესო შესაძლებლობა, ეს არის Microsoft-ის დაფა. Microsoft-ის დაფის ჩართვა ზუსტად იგივე პრინციპით ხდება. ვაჭერთ შესაბამის ღილაკს Microsoft Whiteboard, რომლის შემდეგაც Teams-ის ეკრანზე გამოჩნდება დაშენებული აპლიკაცია. აპლიკაციის ფუნქციები ამ შემთხვევაში საკმაოდ შეზღუდულია. შეგვიძლია მხოლოდ ვირტუალური კალმით წერა, ამიტომ უფრო მარტივებული იქნება, რომ გამოვიყენოთ Microsoft-ის დამოუკიდებელი აპლიკაცია, რომელიც უნდა დავაყენოთ ჩვენს კომპიუტერზე. ჩვენს კომპიუტერს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა, ან უნდა იყოს Windows 10, არსებობს აპლიკაციის დაყენების შესაბამისი გზები. შეგვიძლია შევიდეთ პირდაპირ Microsoft Store-ში. სადაც ველში ჩავწერთ Whiteboards. შემდეგ შეგვიძლია მისი ინსტალაცია. მოცემულ მომენტში აპლიკაცია ჩემს კომპიუტერზე დაინსტალირებული არის. გარდა ამისა, შეგვიძლია ასევე სხვა ხერხითაც უფრო მარტივად. როდესაც თქვენ გახსნით Microsoft Whiteboard, ზედა მარჯვენა კუთხეში გამოჩნდება ღილაკი Open in App, რომლის შემდეგაც თუ კი თქვენ დავაწყაპებთ ღილაკზე Get Windows-ებს, ამ შემთხვევაში პირდაპირ გადავალთ Microsoft Store-ში, სადაც შეგვიძლია ამ აპლიკაციის დაინსტალირება. იმ შემთხვევაში, როდესაც უკვე აპლიკაცია არის, დამოუკიდებელი აპლიკაცია არის უკვე ჩვენს კომპიუტერზე დაინსტალირებული, თქვენ დავაწყაპებთ ღილაკზე Open the App. გადავართ Microsoft-ის დაფაზე, რომელსაც ასევე დაინახავენ თქვენი მოსწავლეები. საჭიროების შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ შესაბამისი ღილაკით მოსწავლეების მოწვევაც. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ თუ კი მოსწავლეები მუშაობის პროცესში დაფაზე არამიზნობრივად წერენ, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა დაინახოთ, თუ ვინ არის ეს მოსწავლე. რაც შეეხება თავად Microsoft Whiteboard-ის ფუნქციებს, ის უფრო მრავალფეროვანია. შეგიძლიათ როგორც ვირტუალური კალმით წერა, ასევე შეგიძლიათ ჩაცვათ სურათი საჭიროების შესაბამისად.
ასევე სტიკერების გამოყენება. გარდა ამისა, ტექსტის ჩასმა. შენიშვნების ჩასმის სხვადასხვა ფორმები არსებობს, ასევე სიის გაკეთება შეგიძლიათ. შეგიძლიათ ჩასვათ სურათები Microsoft-ის საძიებო სისტემიდან, უშუალოდ ინტერნეტიდან, ანუ გარდა ამისა, ასევე მზაშაბლონების გამოყენება შეგიძლიათ თქვენი საჭიროების შესაბამისად. კამერის გამოყენება, ანუ გადაიღოთ სურათი ჩასვათ, ასევე სტიკერების გამოყენება მოსწავლეების მოტივირებისათვის. PDF-ის, Word-ისა და PowerPoint-ის ფაილების ჩასმა. შეგიძლიათ როგორც მთლიანად, ასევე იმ გვერდების ჩასმა, რომლის გამოყენების აუცილებლობა თქვენ გაქვთ. მაგალითად მოვნიშნოთ PDF ფაილი, ავიღოთ რომელიმე დოკუმენტი და მოვნიშნავთ იმ გვერდებს, რომელიც ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება. თქვათ ავიღოთ ერთი გვერდი. და შესაბამის ფაილს ჩავსვამთ ჩვენს დაფაზე. ასევე შეგვიძლია ზომების რეგულირებაც. მას შემდეგ, გარდა ამისა, ინტეგრირებულად, რა თქმა უნდა, შეუძლიათ მუშაობა დაფაზე თქვენს მოსწავლეებს, როდესაც დავასრულებთ სამუშაო პროცესს, თუ ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი მუშაობის შედეგები გავაზიაროთ ან თქვენს მოსწავლეებს, ანუ დავდოთ ჩვენს კლასში, ამისათვის დავაწყებთ ფილაქსზე post Teams და ჩვენი მუშაობის შედეგები დაიპოსტება ჩვენს კლასში, ანუ მოსწავლეები შეიძლება რომ კლასიდან გადავიდნენ დაფაზე და ნახონ ნამუშევარი. გისურვებთ წარმატებებს.